მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რა გავიგეთ დღეს რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ივანიშვილის გადაწყვეტილება და მისი სიტყვით გამოსვლა, სადაც ასევე ახსენა გიორგი გახარია ქვეყნის და გუნდის ღალატის კონტექსტში, როცა მან დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სადაც იქვე აღიარა, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები მმართველი პარტიის ლიდერებთან, ანუ ჰქონდა არაფორმალური გავლენა, როცა სავარაუდოდ ახალი პრემიერის შერჩევა მიმდინარეობდა გუნდში. თქვენი სათქმელი რა არის აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ? პირველ რიგში მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები და სანამ ამ საკითხს დავიწყებთ, მე მინდა რომ პირველ რიგში დამდეგი ახალი წელი მიულოცო და შობა ჩვენს მაყურებელს, საქართველოს მოქალაქეებს, მინდა რომ ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებული წელიწადი. ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ ოფიციალური პოზიციის დაკავებას პარტიაში, ხო? ანუ უნდა გვესმოდეს, რომ ის არსად წასული არ იყო, ის პოლიტიკაში იყო თავიდან ბოლომდე, ახალს არაფერს არ ვამბობ რეალურად, მაგრამ ეს ფაქტის კონსტატაცია არის მხოლოდ, რომ ის არსად წასული არ იყო და არსად არ დაბრუნებულა. ის უბრალოდ ოფიციალურად, ასე ვთქვათ, გამოჩნდა, ოფიციალურად პარტიული პოზიცია დაიკავა. ეს ერთი. მეორე, ამის უკან რა დგას, ხო? ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ამის უკან მთავარი რაც დგას არის ის, აი ჩვენ გახსოვთ, საკმაოდ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ოცნების მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე. და ზუსტად ამის გამო მას დასჭირდა, რომ თვითონ ოფიციალურად გამოჩენილიყო. იმიტომ რომ თვითონ ყველაზე კარგად იცის იმ კვლევის შედეგები, რომელსაც საკმაოდ ხშირად ატარებენ და უყურებს და ზუსტად იცის რომ ოცნების მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე, ამიტომაც მას დასჭირდა, რომ ოფიციალურად გამოჩენილიყო. მესამე, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ ხდება იმის ფონზე, რომ ნაცმოძრაობა დაშლილია. ანუ ჩათვალეთ, რომ ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაინახეს, რომ ნაცმოძრაობა იმდენად დაშლილია, რომ უბრალოდ გართულდებოდა, რომ ნაცმოძრაობის ხარჯზე, ნაცმოძრაობის გამოყენებით, ესე ვთქვათ, შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. და აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ნაცმოძრაობის დაშლაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის და ამასთან თამამად ვიტყვი გულისხმობ გიორგი გახარიას და პარტია საქართველოსთვის. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ როდესაც მან თქვენ რაც მკითხეთ, როდესაც ისაუბრა გახარიაზე, ისაუბრა ეგრეთ წოდებულ ღალატზე. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ მეც ბატონ გახარიასაც ოცნების ბევრ წევრს, მოქმედ პარლამენტარებს და ასე შემდეგ. ყველას დადებული გვაქვს ფიცი, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ქვეყანას. და რეალურად, როდესაც გახარიამ დაინახა, რომ ასე ვთქვათ, ალტერნატივა იყო, ანუ ერთ მხარეს ემსახურა პარტიისთვის თუ ემსახურა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ პარტია უკვე ქვეყნის ინტერესებს აღარ ემსახურებოდა, არამედ ემსახურებოდა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს და ფაქტობრივად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე გადადიოდა. თქვენ რა არჩევანს გააკეთებთ? არჩევანს გააკეთებდით პარტიის მსახურების სასარგებლოდ თუ რის გამოც ფიცი დადეთ და ფიცი გახარიას დადებული ქონდა ქვეყნის წინაშე და არა პარტიის წინაშე. ეს არის მარტივი მოცემულობა. ხა დანარჩენად თვითონ გახარიას პასუხი რა იქნება, უცვლელად იქნება და ამას დაველოდოთ. ჯერ უბრალოდ ახალი წელი უნდა ვიზეიმოთ, ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და ამის შემდგომ ყველაფრის დრო მოვა. ყველა პასუხზე, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო ნამდვილად მოვა. აი დღეს მაგალითად ამის შემდგომ გაკეთდა კომენტარები ოცნების ლიდერებმა ისაუბრეს მედიასთან. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოცნება ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. თავად ივანიშვილიც ამბობს, რომ ამის მიმართ მას არ აქვს შიში, რადგან 60%-ია ახლა პარტიის რეიტინგი და ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესში თავად ბატონი ივანიშვილი იქნება მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი. ანუ უკაცრავად გამოიკვეთა თუ არა, რომ 2024 წლის არჩევნებზე მთავარი ფიგურა იქნება ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის ეფექტს რა გავლენა ექნება? სხვათა შორის ბატონი ივანიშვილი რო გამოჩნდა, მე ამას უფრო გახარიას ეფექტს მივაწერდი ვიდრე რაიმე სხვას და ამას ყველანი ერთად დავინახავთ, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ეს კიდევ ბევრჯერ დადასტურდება. ეს ერთი. მეორე რა გვარწმუნებს ამაში? აი მაგაზე ვისაუბრებთ ახლა.
მოვა მაგისით როც მაგ ყველაფერზე ვისაუბრეთ. უბრალოდ მე ფაქტად გეუბნებით, რომ გახარიას ეფექტი არის, რომ გამოჩნდა. ეს ერთი, მეორე, სხვათა შორის კარგი ამბავი არის ის, რომ ოცნებას ერთით ნაკლებით ყუილის თქმა მოუწევს. იმიტომ რომ აქამდე გვარწმუნებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილიო წავიდა პოლიტიკიდანო და მასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ გვაქვსო და დღევანდელ ესე ვთქვათ გამოსვლაში ბატონმა ივანიშვილმა თვითონ დაადასტურა, რომ მხოლოდ 2-3 კაცთან მქონდაო ურთიერთობა დანარჩენებთან არაო და ფაქტობრივად რასაც ამდენი ხანი ოცნება იტყუებოდა ხომ არ მოუწევს ახლა ოპოზიციასაც მათ შორის როცა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი ასე ვთქვათ შეჩერდება შეწყდება. ვნახოთ ამ ყველაფერს რო გვაჩვენებს რუსუდან ეს ყველაფერი გამოჩნდება რა როგორ არის. თავარი ამბავი არის ის რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ოცნებას ერთით ნაკლები ტყუილის თქმა მოუწევს ამის შემდგომ. ეხლა რაც შეეხება რა იქნება მთავარი ან ასე შემდეგ. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ რომ მთავარი იქნება ის რომ ჩვენ ეს დღევანდელი დღე კიდევ ვიცით რას ნიშნავს, რომ აი უშუალოდ ჩვენი პარტია გახარია და მთლიანად ჩვენი პარტია. ჩვენ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგავართ ესე იგი. აი კიდევ ერთი დადასტურება არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რეალურად დღეს ოცნების მთავარი ოპონენტი, ოცნების მთავარი ოპოზიცია ვართ ჩვენ. უბრალოდ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ახლა მარტო ნაცმოძრაობა რო იყოს ოპოზიციაში და სხვა არავინ. გინდათ სტატუსის თემა, გინდათ ყველაფერი სხვა. ეს სულ სხვანაირად იქნებოდა ოცნებას გაცილებით უფრო მარტივი საქმე ექნებოდა და გაცილებით უფრო მარტივად შეძლებდნენ, რომ თავისი ტყუილებით კორუფცია გაეგრძელებინათ, ტყუილები გაეგრძელებინათ, ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დღეს რეალურად თუ კი ვინმე არის ოცნების რეალური ოპოზიცია, ეს ჩვენ ვართ. ანუ ეს არის გახარიას ეფექტი? რა თქმა უნდა. 100%-ით დარწმუნებული. აქედან გამომდინარე აიხსნება, რომ აი საკმაოდ ვრცელ სიტყვაში, რომელსაც ახლა ასევე ვკითხულობ, ხსნის რატომ ბრუნდებოდა მანამდე, ორჯერ დაბრუნების შემთხვევა გაიხსენა და ასე პერსონალურად მხოლოდ გიორგი გახარია ახსენა, ესეც განიშნებთ ამაზე? რა თქმა უნდა, კი არ გვანიშნებს, პირდაპირ გვარწმუნებს, აი ჩათვალეთ, რომ მტკიცებულება თვითონვე ეთქვეს ეს ყველაფერი. თვითონ თქვა. ხა წარმოიდგინეთ ამდენი ხანია გვიმტკიცებენ, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ოცნების მხარდაჭერა არისო 60%-ზე მეტი. აი მარტივ კითხვას გისვამთ რა. თუ 60%-ზე მეტი აქვთ მხარდაჭერა, რა შეჭirdებათ? აი ბიძინა ივანიშვილს რატომ დასჭირდა, რომ თვითონ ეღიარებინა ერთი და მეორე ოფიციალურად გამოჩენილი. აი ჩვენ საუბრობდით გადაცემის მსვლელობისას სტუმრებთან, რამდენიმე მიზეზი მოვისმინე, რამდენიმე მოსაზრება, რომ ეს შეიძლება არ იყოს მაინც და მხოლოდ საარჩევნო გათვლაზე დამოკიდებული გადაწყვეტილება, არამედ შეიძლება ეს იყოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, პრევენცია, სანქციების ან გუნდის შიგნით ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ვისი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა? ვისი პირადი ფინანსური სტაბილურობა? გასაგები. ასევე მოვისმინეთ, რომ შეიძლება თავად მართლ გუნდში ის კარგავდა გავლენას და აქედან გამომდინარე ის როგორც სიმძიმის ცენტრი ბრუნდება საჯარო პოლიტიკაში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ერთადერთი ახსნა ეს არის ოცნების დაბალი რეიტინგი? იცით რა არის? ახსნა შეიძლება ბევრი იყოს და სიმართლის მარცვალი თუ ლოგიკის მარცვალი, ბევრი მიმართულებით შეიძლება რომ არსებობდეს. მაგრამ მე რაც შემიძლია გითხრათ ცალსახად არის ის, რომ აი მარტივ კითხვას გისვამთ რა. რამდენიმე დღის წინ თუ დაახლოებით 10 დღის წინ კობახიძე გვიმტკიცებდა, რომ ასე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაო ოფიციალურად შემოსვლაო ჩვენ არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად ძლიერები ვართო, რომ ესეთი გაძლიერება კიდე ჩვენ აღარ გვჭირდებაო, რა ამისი საჭიროება არ არსებობსო. მარტივ კითხვას გისვამთ კიდევ ერთხელ. თუ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს ოცნებას, მაშინ რატო დასჭირდა რომ გამოჩენილიყო? ოფიციალურად გამოჩენილიყო, ეს რაში დასჭირდა? ერთი კითხვა მაქვს, მინდა მოვასწრო გიორგი გახარიაზე. მაშინაც, როდესაც 2021 წელს მაგალითად გიორგი გახარია ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო ხელისუფლებისთვის, მაშინაც გამოითქვებოდა ასეთი მოსაზრება, რომ ასე ხშირად გააქტიურების ამ თემით გიორგი გახარიას რეალურად აძლიერებდა მმართველი პარტია. და დღესაც გიორგი გახარიას პერსონალურად დასახელებით ეს შესაძლოა მისი გაძლიერების სცენარი იყოს. რამდენად ლოგიკურია ეს მოსაზრება? თქვენ ახლა მართლა სერიოზულად მიმტკიცებთ, რომ როგორც თქვენ საუბრობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აძლიერებს, შეიძლება მე უბრალოდ მოსაზრებას გიზიარებთ, შეიძლება თუ არა იყოს ლოგიკასთან ახლოს. გავიგე, მაგრამ ანუ ყველა მოსაზრება ხო კრიტიკულად უნდა შევაფასოთ, ანუ ადამიანები ხო იმიტომ ვართ, რომ ანალიზი გავაკეთოთ, კრიტიკულად შევაფასოთ. ანუ
თქვენ მეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად გამოჩნდა იმის გამო, რომ გახარია გაეძლიერებინა და ამას სერიოზულად როგორ უნდა შევაფასო რუსუდან ახლა, მე ამას სერიოზულად ვერ შევაფასო. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს რამდენიმე რამეს. ერთი ის, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მივდივართ, ეს ერთი გულისხმობ ჩვენს პარტიას, გიორგი გახარიას. მეორე ის, რომ ოცნების მხარდაჭერა ნამდვილად ისტორიულ მინიმუმზეა და ამიტომაც დასჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება. და მესამე თემა არის ის, რომ ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ და არ შეიძლება რომ რაღაცა ვინმეს ამაში ხელი შევაშლებინოთ, იმიტომ რომ ცალსახა არის რა, უბრალოდ მარტივად შეხედეთ, უბრალოდ საჭიროება არის იმისი და არ შეიძლება რომ ერთი და იგივე ადამიანი, ერთი და იგივე პარტია ერთპიროვნულად რამდენი წელი შეიძლება რომ თავის ჭკუაზე ატრიალებდეს ქვეყანას. მე მართვას ამას არ ვუძახ. ეს არის შენ ქვეყანა ატრიალო შენს ჭკუაზე, შენ როგორც გინდა, იმიტომ რომ აქ სათხედავთ მართვას. და ამისი საჭიროება დადგა, ამისი დრო მოვიდა. ამაშია საქმე რა, ამიტომაც მას მოუწია რომ გამოჩენილიყო ოფიციალურად. კი ბატონო, და გამოჩნდება კიდეც როგორი იქნება ხელისუფლების პოლიტიკა მომდევნო 1 წლის განმავლობაში. საუბარია რომ ეს მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეობა არ იქნება ასე ვთქვათ ერთადერთი როლი, რომელსაც ივანიშვილი შეასრულებს. ნახოთ, დაველოდოთ. მადლობა მიხეილ დაუშვილს